მოგესალმებით, გრძელდება საუბრებს ერთგვარი ციკლი. შშმ-ის საკითხების ინკლუზიისა და ზოგადად სტატუსის მიმართ საზოგადოების განწყობისა. დღეს ბიომეტრიის სტუმარი გახლავთ ხალბეტონი რუსუდან კეჭაყმაძე, მოგესალმებით, მადლობა რომ მოგწამთ. მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. ძალიან დიდი მადლობა რომ გვიზიარებთ დროს. რამდენად ძლიერია სტიგმა საქართველოში უკანასკნელმა წლებმა თითქოს გარდატეხა მოახდინეთ ცნობიერებაში და რაღაც ნაწილში მიმღებლობას დაგვაჩვია სხვადასხვა დიაგნოზების, ინტეგრაციის, სოციალიზაციის პროცესების ვალდებულება წამოვიდა საკანონმდებლო ცვლილებები ამ მიმართულებით, აქტიურად საუბრობს მედია საშუალებები და მოკლედ პოპულარიზაცია ამ მიმართულებას თითქოს ერთ შეხედვით არაკლია. თუმცა პრაქტიკაში როგორ არის ასახული თქვენს პროფესიაში არის თუ არა გარდატეხა რეალური და ხომ არ არის ესეთ შეფუთული ერთი შეხედვით როგორც ჩანს. ნახეთ გიორგი, ხა დაგეთანხმებით იმაში, რომ წინა წლებთან შედარებით და წინა ადრინდელ პერიოდებთან შედარებით ნამდვილად შეცვლილია სიტუაცია. თუნდაც ახლა რა შემიძლია ვთქვათ, ჩემს ახალგაზრდობაში და შემდეგ პერიოდშიაც ფაქტიურად ამის შესახებ არ საუბრობდნენ და ხშირად ხდებოდა ისე, რომ ვთქვათ, ოჯახს ყავდა სპეციალური საჭიროებების ბავშვი და მეზობლებიც კი არაფერი არ იცოდნენ ამის შესახებ. იმიტომ რომ ამ ბავშვებს უბრალოდ მალავდნენ. იზოლაცია იყო ტიპიური, არც გარეთ გამოყავდა და ცხადია ახლა არ იცოდნენ ადამიანება. ანუ მათ რატო აკეთებდნენ ამას, ხო? დაგვიბადება ბუნებრივი კითხვა. აქ რამდენიმე მომენტია და ერთ-ერთი მაგალითად არის ის, რომ სირცხვილის გრძნობა ჰქონდათ. თუმცა ეს არის ისეთივე ჩვეულებრივი ამბავი, როგორც მაგალითად სიტყვაზე ფილტვების ანთება დაემართა დაუშვათ ბავშვს. ან ქრონიკული თქვა დიაბეტი. ხომ არავის არ მოსდის აზრად, რომ ასეთ შემთხვევაში დიაგნოზი დამალოს. არავის ეს ჩვეულებრივი ავათარი დაუშვა და რაღაც ავადმყოფობა არ და ამ შემთხვევაში აი ესეთი მომენტი იყო თითქოს რაღაცა სამარცხვინო იყო ამაში, თითქოს მათი სირცხვილი იყო, თითქოს თვითონ იყვნენ დამნაშავეები ამაში და ფაქტიურად და რეალურად დამნაშავე როგორც ასეთი აქ არავინ არ არის. ეს არასწორი რელიგიური წარმოდგენები ჩემოდის ამ ნაწილში, როგორც გავლენის მქონე არასწორ ცნობიერებაზეა ბუნებრივი, არასწორ აღქმულ ტექსტებზეა ბუნებრივი საუბარი, არც ერთ რელიგიაში მსგავსი არ ფიგურირებს არსად, თუმცა საზოგადოებას ჰქონდა მიდგომებიც ამ ნაწილთან დაკავშირებით, რომ თითქოს ეს შეიძლება იყოს ღვთის რისხვა, ერთგვარი საასჯელი. სამწუხაროდ საზოგადოება ხდება ხშირ შემთხვევაში დისკრიმინაციების მიმწოდებელი თანადგომის, ფსევდოთანადგომის ულუფებთან ერთად. რატომ არის ასე მძაფრად ჩვენ საზოგადოებაში თავმოყრილი ეს მანკიერი გამოცდილება? აქ ერთი სიტყვით ვერ იტყვირა სამგალსაგმა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რაღაცა დაწყებული კულტურიდან. ეხლა როგორ ეს კულტურა დევნიდა განსხვავებულებს? როგორ? დევნიდა ეს კულტურა განსხვავებულებს? მაინც არა, ეს კულტურა სხვა თვალსაზრისით ვახსენე. ვახსენე იმ თვალსაზრისით, რომ ზოგადად ქართველები ცოტა რთული სათქმელია, ასე რომ ვამბობ, მაგრამ ნახეთ როგორები ვართ, აი ჩვენ გვიყვარს ყველაფრის რაღაც ისე წარმოდგენა, აი თეატრალური სახის საუკეთესო ფორმით, რომ აქ ყველაფერი კარგია, ყველაფერი საუკეთესოა და ყველა ჯანმრთელია და ყველა კარგია. შესაძლებელი ეს ამბავიც მოქმედებს. ეხლა მე ვერ დავიჩემებ, რომ მაინც ასე კომპლექსური საკითხია ბუნებრივი. ერთ მიზეზს ვერ იტყვი. შეიძლება სადღაც ეს მოქმედებს. შეიძლება ისიც ახდენ მშობლებზე გავლენას, რომ აი საზოგადოების დამოკიდებულებას ხედავენ. საზოგადოების დამოკიდებულებაში მე გულისხმობ იმას, რომ შიში აქვთ, შფოთი აქვთ, არ იციან როგორ მიიღებს საზოგადოება მათ შვილს. და სხვათა შორის მშობლების შფოთვის ერთ-ერთი მიზეზი არის გაურკვევლობა, მომავლის გაურკვევლობა, რა თვალსაზრისით. აი მე კი სანამ ცოცხალი ვარ, მე ჩემი შვილია და მიყვარს და ყველაფერს გავუკეთებ, რაც კი შეიძლება მისთვის გავაკეთო, მაგრამ მე რომ არ ვიქნები, მე რა იქნება? მე რა უნდა ქნას? მე რას მოახერხებს? და აი შფოთავენ იმაზე, რამდენად შეძლებს მათი შვილი დამოუკიდებლად ყოფნას მათ გარეშე.
და ეს ბუნებრივია, ესეც იწვევს მას. როგორ უნდა დავეხმაროთ ქალბატონო რუსუდან პრაქტიკულად ადამიანებს, ოჯახებს, რომ ეს მოცემულობა მიიღონ არა როგორც ტრაგედია და როგორც წყევლა, როგორც მოიხსენიებდნენ ხოლმე წარსულში, არამედ როგორც განვითარების განსხვავებული გზა. როგორ შეიძლება ხელი შეუწყოთ ამ პროცესს? აი ნახეთ რა შეასაქმე. ჯერ ერთი აუცილებელია ფსიქოგანათლება. ფსიქოგანათლება და თუნდაც იმ დიაგნოზის შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც აქვს. ან როგორც მინიმუმ ხარდაჭერა მაპატიეთ ჩავერთვები. კი, ხარდაჭერაზე ცოტა ქვემოთ ვიტყვი, ნახეთ რას გულისხმობდი ამაში. როდესაც ადამიანი ეცნობა ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას გულისხმობს ეს დიაგნოზი, რა ხდება ამ დროს და როცა მეტნაკლებად გარკვეულია ამაში, უფრო როგორ გძად უფრო ცოტა მშვიდად არის იმ თვალსაზრისით, რომ ესე იგი აქ შეიძლება რაღაცა მე გავაკეთო, შესაძლებელია აქ რაღაცა ცვლილებების შეტანა. ხარდაჭერა ახსენეთ თქვენ, ეს უმნიშვნელოვანესია. უმნიშვნელოვანესია თვითონ მშობლებს შორის ურთიერთობა და ნახეთ რატო არის ეს კარგი. იმიტომ რომ ურთიერთობა ხდება სხვადასხვა მშობლებთან, მათი ბავშვებიც, თქვათ, განსაკუთრებული საჭიროების მქონე არიან და უყურებს ეს ადამიანი, რომ კი ბატონო, აგერ თქვათ, დათოსაც ყავს ბავშვი, რომელსაც სპეციალური საჭიროების არის, მაგრამ ეს ბავშვი დაყავთ სკოლაშიაც დადის, რეაბილიტაციის ცენტრშიც დადის და იმასთან შედარებით, რაც დაუშვათ იყო, თქვათ, მანამდე გაცილებით წინ წასულია, გაცილებით განვითარებულია და ეს ცხადია მშობლებში ბადებს იმედს. და ამიტომ აი თვითონ მშობლების მხარდაჭერა ერთმანეთისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. სოციალური მოდელის ამ ნაწილში წარმატებული შუშმუპირის, საინტერესოდ განვითარებული ცხოვრების მქონე შუშმუპირის დეფიციტი გვაქვს ჩვენ რეალურად ძალიან ცოტა, ვინც მოახერხა გარღვიოს ეს მოჯედოვებული წრე და ვინც მოახერხა რაღაც იმპულსების ხარჯზე განავითაროს თავისი ცხოვრება. გავიმეორებ იმას, რომ ფსიქოგანათლება უმნიშვნელოვანესია და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება როგორც ვამბობთ. ეხლა თუ შევადარებთ წინა წლებს, თქვენც აღნიშნეთ, რომ ამ თვალსაზრისით ნამდვილად წინსვლა არის, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ეს არ არის ის ტემპი, რა ტემპითაც სასურველი იქნებოდა ეს მომხდარიყო. იმიტომ რომ საზოგადოების ნაწილი კი ამას ხდება როგორ გითხრა გაგებით, ჩვეულებრივად, ანუ ეს არის განვითარების უბრალოდ ცოტა განსხვავებული ტიპი, განსხვავებული მიმართულება, თორე ესეც განვითარებაა და თან ერთია დიაგნოზი და მეორეა ცოცხალი ბავშვი. ხო? იმიტომ რომ ამ ბავშვს თავისი სურვილები აქვს, თავისი მოთხოვნილებები აქვს, მასაც ჭირდება სიყვარული, მასაც ტკივა ზოგჯერ და ბუნებრივია მშობლების პოზიციებიდან ისეთ დამოკიდებულება არის, ჩვეულებრივი შვილია მათი და უყვართ ცხადია, ხო? მაგრამ აი საზოგადოებას რაც შეეხება, აი განათლება და კიდევ ერთხელ განათლება მეთქი მე ვიტყოდი მაგალითად. კი ბატონო. დიაგნოზის მიღების ნაწილში ოჯახების ემოციურ რყევას, განაპირობებს, საკუთარი შვილის თუ ოჯახის წევრის მდგომარეობა თუ ამ პროცესში შემოსული საზოგადოებრივი წნეხი, თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელია უფრო რთული გადასავალი? ნახეთ, აქ ორივე მომენტია. მშობელი ერთი მხრივ უნდა გაუმკლავდეს საკუთარ ემოციებს და საკონ ძიმი ეს ემოციები, ეს არის დარდი, ეს არის სევდა, ეს არის ტირილი და ეს არის ბუნებრივი რეაქცია, ანუ თუნდაც იგივე უარყოფა. ეს რატო კეთდება? ეს არის თავდაცვის რეაქცია, ეგოს დაცვის მექანიზმია, რომ ეს ტკივილი აირიდოს თავიდან. თუ უარყოფე და ვიტყვი, რომ არა, ასე არ არის, თითქოს ამით უფრო მშვიდად ვარ და რაღაცნაირად ეს ტკივილი შემიძლია მოვიშორო. მაგრამ ბუნებრივია, ახლა ოჯახშიაც სიტუაცია იცვლება. აქ უნდა მოხდეს როლების, ასე რომ ვთქვათ, თავიდან გადანაწილება რა გაგებით, იმ გაგებით, რომ ვთქვათ, სხვა ბავშვებიც არიან, ყველას ყურადღება ჭირდება და როგორ გავაკეთოთ ისე, რომ ყველას გარკვეული ყურადღება ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ბალანსი შენარჩუნდეს. ეს და ეხლა მშობლები ამითი არიან დაკავებული და ამაზე ფიქრობენ ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ეს არის საზოგადოება, რომლის მიმღებლობა ჩვენს ჩვენ საზოგადოებაში დღევანდელში მაინც და მაინც ისეთი მხარდამჭერი და მაღალი არ არის და ორივე მხრიდან წნეხი აქვს მშობლებს და ამდენად გარკვეულად ამითიც აიხსნება მათი ისეთი ემოციურად საკმაოდ რთული მდგომარეობა. თუმცა ნახეთ როგორია, როდესაც ბავშვი თანდათან იზრდება და ვითარდება, რაღაცეები იცვლება მასში.
როდესაც მშობლები ერთმანეთთან სხვა მშობლებს გულისხმობ მაწუთას მე ურთიერთობაში არიან, ერთმანეთს ხალხს უჭერენ, აი ასეთ შემთხვევაში მათი ეს ემოციური მდგომარეობა ნელ-ნელა ლაგდება. ეხლა საინტერესო რამდენად აისახება ჯანსაღი, ჰარმონიული მიდგომები და დამოკიდებულებები თავად ინდივიდის ნაწილზე, რამდენად საპირისპიროთ ასევე რამდენად აფერხებს ბავშვის განვითარებას მუდმივი სტიგმა და საზოგადოების არასწორი რეაქცია. კი, ნამდვილად ძალიან სწორად დასმული კითხვა. ცხადია, ოჯახის დამოკიდებულება და მშობლების დამოკიდებულება ბავშვისთვის არის უმნიშვნელოვანესი. აქ მე ვლაპარაკობ ნებისმიერ ბავშვზე. იმიტომ რომ ბავშვი პირველად ხვდება ოჯახში და ოჯახიდან განსაკუთრებით მშობლები არიან მისთვის ყველაფერი. ქცევის მოდელები დაუშვათ როდესაც უჭირდა უშუალოდ სიტყვაშემნარჩუნებლები და ასე შემდეგ და მშობლის დამოკიდებულება როგორი ეს თავისთავად უმნიშვნელოვანესია და ნახეთ მშობლებიც არიან სხვადასხვა კატეგორიის არიან მშობლები რომლებიც მას შემდეგ როდესაც მიიღებენ ამ რეალობას თუმცა ამისთვის შეიძლება დაჭირდეთ მათ გარკვეული დრო, თვეები, ზოგ შეიძლება წლები დაჭირდეს, მაგრამ ბოლო-ბოლო მიდიან. ანუ მიღება გულისხმობს იმას, რომ მე რეალობას აღვიქვამ ისე, როგორც არის. და აი ამის შემდეგ სხვათა შორის მოდის ზუსტად ის სიმშვიდე და განსხვავებული ურთიერთობა ბავშვთან და არის მშობლების კატეგორია, რომლებიც ძალიან ჩართულები არიან თავისი შვილის ცხოვრებაში. ყველანაირ ინფორმაციას ეცნობიან, ყველანაირ ლიტერატურას კითხულობენ, რაც ბავშვის დიაგნოზთან არის დაკავშირებული. და თუ რაიმე განმავითარებელი ცენტრია, დაყავთ ბავშვი, სკოლაში მიყავთ, ბაღში მიყავთ, მერე სკოლაში მიყავთ. ანუ მთლიანად ჩართულები არიან და ყველანაირად ცდილობენ ბავშვის განვითარებას და განვითარებისთვის ხელშეწყობას. დიახ, ალბათ აქაც არის საჭირო ოქროს შუალედი, ხშირ შემთხვევაში ჩვენ ან უკიდურესი გულგრილობა გვაქვს სახეზე ან ჰიპერმზრუნველობის მაგალითები, რომელიც ასევე საზიანოა გრძელვადიან პერსპექტივაში. კი, ჰიპერმზრუნველობას რაც შეეხება, ეს სამწუხაროდ საქართველოში არის ძალიან გავრცელებული მშობლიური ურთიერთობის სტილი. როდესაც ბავშვი თავის ფაქტიურად არ აძლევენ გაზრდის საშუალებად. მე ფიზიკურ გაზრდას არ გულისხმობ. ხო, ფსიქოლოგიურად და პიროვნულ ზრდას უშლიან ხელს. და შესაბამისად არც ერთ ბავშვთან არ აისახება დადებითად. გეთანხმებით აბსოლუტურად. ქალბატონო რუსუდან რა როლს აკისრებთ განათლების სისტემას იმ ჩამონათვალში, რომელსაც თქვენ ახსენებთ და ბრძანებთ. მე მეტწილად ყოველთვის ვადანაშაულებ იმ საბჭოთა გამოცდილებას და მიდგომებს, რაც დაგროვდა ამ ქვეყანაში და არა მხოლოდ ამ ქვეყანაში. დღეს, როდესაც სხვა მოცემულობა გვაქვს, სხვა ხარისხშია გადასული განათლების სისტემა და სხვა მოთხოვნებს უყენებს მას საზოგადოება, რამდენად დიდია მათი როლი, რომ ახალი თაობის სწორი ფორმირება მოხდეს და სწორედ ამ ახალ თაობაში, რომელმაც უნდა შექმნას ხვანიდელი განწყობის კლიმატი, რამდენად მნიშვნელოვანია აქტიური სამუშაო პროცესები, რომ სტიგმების ნაწილი დაიცალოს და წამოვიდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი ღირებულებები წინა პლანზე. ძალიან მნიშვნელოვანი. შემიძლია ვთქვა, რომ უმნიშვნელოვანესია. უმნიშვნელოვანესია ნახეთ რა თვალსაზრისით და პრინციპში ჩვენს ქვეყანაში ამ მიმართულებით კია გადადგმული ნაბიჯები. თუნდაც იმ თვალსაზრისით, რომ ბავშვები, რომლებიც სპეციალური საჭიროების არიან, სწავლობენ თანატოლებთან ერთად. თანაცხოვრების კულტურა, როგორც მინიმუმ. ეს არის უმნიშვნელოვანესი ნახეთ რატომ? იმიტომ რომ აი ეს ბავშვები მათი კლასელები ჩვეულებრივად აი თავიდანვე როდესაც მათ გვერდით არის ბავშვი რომელსაც განსხვავებული მიდგომა ჭირდება და განსხვავებული საჭიროებები აქვს და ისინი ეჩვევიან მის გვერდით ყოფნას ხედავენ რომ ჩვეულებრივი ბავშვია ჩვეულებრივი ადამიანია მასაც ხან რაღაცა უხარია ხან რაღაცა შეიძლება ეწყინოს ხო მათთვის უფრო ადვილია ესე რომ ვთქვათ მიმღებლობა იმიტომ რომ მიჩვეული არიან ამას და აი როგორც გითხარით მაგალითად ჩემი ახალგაზრდა და ცოტა შემდეგი პერიოდით ფაქტიურად ქუჩაში ძალიან ძნელი იყო დაგენახა. თუნდაც ეტილის მოსარგებლე ბავშვი, იმიტომ რომ არ ჩანდა ფიზიკურად და ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია დამოკიდებულებაც იყო განსხვავებული, რაღაცა თითქოს შიშივით ჰქონდათ. ვაიმე და აი ამიტომ არის კარგი, როდესაც თავიდანვე ბავშვები ეჩვევიან ერთად ცხოვრებას, შემდეგ მსგავსი აი ესეთი პრობლემები უკვე ნაკლებად იქნება. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ
ყველანი ვართ ადამიანები, ჩვეულებრივი ადამიანები, უბრალოდ შეიძლება განვითარების გეზი ზოგიერთი ადამიანის არის ცოტა განსხვავებული, ზოგიერთის არის რაღაც კიდევ უფრო სხვანაირი. თუმცა აქვე უნდა დავსწინოთ ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში ინტელექტუალური განვითარება არ არის მაჩვენებელი იმ განვითარების, რომელიც ფიზიკურ ნაწილში გვაქვს სახეზე, ამიტომ ბრაზდები ხოლმე, როდესაც ესეთ შეფასება მიწევს, მაგრამ იძულებული ვარ, რომ ამ ნაწილში არ დავზოგო საზოგადოება და ყოველთვის გავატარო ის პოზიცია, რომელიც შემოთემის საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული. და მაინც რა რჩევებს მოგცემთ გარდა იმ შემეცნებითი კვანძისა, რომელიც მნიშვნელოვანია სოციუმის გარდატეხისთვის, იქნებ პრაქტიკულადაც არსებობდეს რაიმე ჩვევები, არ ვიცი, ვინ უნდა ესაუბროს ამ ადამიანებს, რა არის გამოსავალი იმისთვის, რომ დაგვიანებული პროცესები ოდნავ წინ წავწიოთ. დაგვიანებულში გულისხმობ იმ თაობას, რომელიც დღეს აღარც სტუდენტია, აღარც მოსწავლე და სავარაუდოდ ვეღარც იქნება. ცოტა რთული ახლა აქ რაღაც რჩევების მიცემა, მაგრამ რა შეიძლება ვთქვათ, ვფიქრობ, რომ უფრო გაუადვილდებათ გაგება და მიღება, თუ რაღაც ელემენტარული ურთიერთობა ექნებათ ერთმანეთთან. თუნდაც რაღაც ერთ საქმეში იქნებიან ერთად, რაღაც პროექტის გაკეთება მოუწევთ ერთად. იმიტომ რომ ნახეთ, როდესაც ურთიერთობას იწყებ ადამიანთან, ხვდები, რომ რაღაცა განსაკუთრებულთან არ გაქვს საქმე, კაცო, ადამიანთან გაქვს შენს შეხება, უბრალოდ ცოტა განსხვავებულია თავისი რაღაცა. დიახ, სხვაგვარად დავსვამ კითხვას, რომ უფრო მოკლე იყოს და გასაგები საზოგადოებისთვის პასუხი და არსი, რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას შემცირდეს სტიგმა. არა მხოლოდ შუშიმუთემის ნაწილში, ზოგადად ჩვენ ვართ სტიგმებით სავსე საზოგადოება. გეთანხმებით, მე ვიტყოდ იმას, რომ საზოგადოება უნდა იყოს უფრო მეტად განათლებული. ეხლა მე არ გულისხმობ მაინც და მაინც ვთქვათ ამ მიმართულებით განათლებას. მე გულისხმობ ზოგადად იმას, რომ განათლების მაჩვენებელი, როგორ გითხრათ, ჩვენ საზოგადოებაში ვერ ვიტყვით, რომ ძალიან მაღალია და ძალიან დიდად იმედის მომცემია. რატომ აღიქვამს მშობელი ქალბატონო რუსუდან შვილის სტატუსსა და დიაგნოზს ჩვენ სოციუმში? ტრაგიკულად არ მინდა გამოვიყენოს სიტყვა, მაგრამ იძულებული ვარ ვახსენო. ძალიან გრძნობიარე თემაა და ფაქიზი და სასაუბროთაც როგორ ვთქვათ, საკმაოდ ფრთხილი და თვალსაზრისით, იმიტომ რომ შეიძლება ჩვენ გვეგონოს, რომ ჩვეულებრივ რაღაცას ვამბობთ, მაგრამ ადამიანისთვის ეს ძალიან გრძნობიარე იყოს და რაღაც ისე ვერ გაიგოს. პერსონალური. კი, ძალიან, იმიტომ რომ ძალიან პიროვნული ამბავია. და ეხლა ბევრი მიზეზია მაქვს, სხვადასხვა მიზეზია. მოდი დავიწყოთ იქედან, რომ სანამ ბავშვი დაიბადება, მშობლები უკვე ელოდებიან მას. არა მარტო ელოდებიან, არამედ უკვე ერთმანეთში საუბრობენ, ვინ იქნება მისი შვილი, რომელ სკოლაში უნდა შეიყვანონ, რომელ უნივერსიტეტში უნდა გააგრძელოს სწავლა და ასე შემდეგ. უკვე სტერეოტიპთან გვაქვს საქმე. არა, სტერეოტიპსაც უნდა ვარქვევ და თავისი მოლოდინები აქვს. ეს არის მოლოდინები აბსოლუტურად ჩვეულებრივი და ადამიანური. და ზოგჯერ ისეთ კი ხდება, რომ შეიძლება ცოტა წაკინკლავდნენ კიდევაც, არა აქ შევიყვანოთ და არა აქ შევიყვანოთ და ბავშვი ჯერ არ დაბადებულა. და შეხედეთ, მათ აქვთ მოლოდინები, იმედები, თავიანთი სურვილები, იმიტომ რომ მშობლები ხშირად თვლიან, რომ აი თვითონ რო უნდათ, შვილი ისეთი მიმართულებით უნდა წავიდეს, თვითონ რო პროფესია შეურჩევენ, იმ პროფესიას უნდა გაყვეს მაინც და მაინც, ხო? ასე რომ უკვე მოლოდინები არის, მთელი იმედები არის და იბადება ბავშვი და მშობელს ეუბნებიან ბავშვის დიაგნოზს. და ეს არის მშობლისთვის ძალიან რთულად მისაღები და ეს არის აბსოლუტურად ადამიანური და ნახეთ რისი თქმა მინდა. პირველი რეაქცია ასეთ შემთხვევაში მშობლების მხრიდან ეს არის შოკი. შოკი და შოკს მოყვება მერე უარყოფა. რომ არა, ეს ასე არ არის, შეიძლება ეგ შეცდა, მოდი სხვასთანაც წავიდეთ. და ასე შეიძლება რამდენიმე ექიმიან ცენტრი გამოიცვალონ და ბოლო-ბოლო, როდესაც ხვდებიან, რომ კი ეს ნამდვილად ასეა, აი შემდეგ უკვე დგებიან ისინი იმის წინაშე, რომ ეს რეალობა უნდა მიიღონ და სწორედ ამაშია მთელი სირთულე. მათ უჭირთ ამის მიღება და ფსიქოლოგები იცით როგორ შედარებას აკეთებენ, ადარებენ ამას მძიმე დანაკარგის ტრამვას და იქ მთელი ციკლია შემდეგ გლოვის. რა გაგებით აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ მშობელი გლოვობს თავის შვილს, რომელიც შეეძინა და რომელიც ყავს. ფაქტიურად მშობელი გლოვობს იმ თავის იმედებს, იმ თავის მოლოდინებს, იმ თავის იდეალურ
ბავშვს, რომელიც მან წარმოიდგინა და შეხედეთ ახლა, როდესაც ჩემი მოლოდინი საერთოდ არ ემთხვევა რეალობას, ბუნებრივია მე მიძნელდება ამის მიღება, მე არ მინდა ამის მიღება და შოკი, უარყოფა, ბრაზი ძალიან ბუნებრივი რეაქცია. ანუ ბრაზი რა თვალსაზრისით, რაღა მაინც და მაინც მე. თუმცა ცხადია, რომ სამყარო არ არის დამნაშავე და მიკროსოციუმი იმ გამოწვევაში, რომლის წინაშეც ვდგებით, ამაზე ოდნავ მოგვიანებით ვისაუბროთ. აი, როდესაც ბარიერზე, სტიგმაზე, სტერეოტიპებზე ვსაუბრობთ, ავტომატურად შუშუმო პირების ცხოვრების ნაწილში შემოდის ინფრასტრუქტურა და ის კლიმატი, რომელსაც ვუქმნით და ვქმნით ჩვენივე ხელებით ამ საზოგადოებას. გაქვთ თუ არა პირდაპირი ბმა, ფიქრობთ თუ არა, რომ ხშირ შემთხვევაში შეზღუდული შესაძლებლობის მაპროვოცირებელი ხდება გარემო და არა ჩვენი როგორც ინდივიდების შესაძლებლობა. იმიტომ რომ ჩემ შემთხვევაში მინდა დაბეჭდებით თქვა, რომ ჩემი შეზღუდული შესაძლებლობის მეტწილი მოდის და შეფერხების მეტწილი მოდის სწორედ იმაზე, რომ ქალაქი, რაიონი, ქვეყანა არ მაძლევს საშუალებას ვიყო უფრო მეტად საინტერესო და პროდუქტიული ვიდრე დღეს ვარ. კი, გეთანხმებით ნამდვილად, ანუ გარემო ჩვენთან ადაპტური ნამდვილად არ არის. და ეს ქმნის ზუსტად პრობლემებს. და რაღაც გადაცემას უყურებდი, არ მახსოვს ევროპის რომელიღაცა ქვეყანა იყო, გერმანია იყო, აი აღარ მახსოვს, ახლა რო არ მოვიტყუო. და ზუსტად ესეთი სიტუაცია მოდის ეთლის მოსარგებელი ახალგაზრდა ქალი, მიდის რაღაც დაწესებულებაში, იკრეკავს ზარს, იღება კარი, შემოდის ეს ხიდივით, იშლება იქ და შედის ეს თავისი ეთლით, მიდის პირდაპირ ლიფტთან, ადის თავისუფლად ამ ლიფტით, ანუ არანაირი პრობლემა მას არ ექნება თავისი საქმის მოგვარებისთვის. ცხადია რაღაც საქმეზეა იქ მისული. ვუყურებდი ამას და მართალი გითხრათ, როგორ გითხრათ, აი გული მტკიოდა. ჩვენ სად ვართ და ესენი სად არიან. აი ჩვენთანაც რო ასე იყოს. მაშინ ნამდვილად ძალიან ბევრი პრობლემა მოგვარებად იქნება და ასე რთულიც არ იქნება. ადამიანებისთვის ეს ყველაფერი და თუმცა გაბატონო რუსუდან ემპათიას კანონით ვერ დავარეგულირებთ ბუნებრივია განცდებს და ემოციებს ბუნებრივია ვერ დავსჯით ყველას აქვს უფლება საკუთარი გამოხატულების მიდგომების დემოკრატიულ საზოგადოებაზე ვსაუბრობთ ბუნებრივია და შეუძლებელია სხვაგვარად რა მეთოდებით განათლების გარდა იმიტომ რომ განათლება ჩემთვის არის ძალვადიანი პერსპექტივა რომელიც რაღაც თაობებში მოგცემს რეალურ შედეგს. რა მეთოდებით, რა ფორმებით შეიძლება საზოგადოება გავხადოთ უფრო ემპათიური? შეხედეთ ახლა როგორი ამბავი, ემპათია არ არის თანდაყოლილი ამბავი. თანდაყოლილი რა გაგებით, უკვე ბავშვი რო იბადება, ის ჯერ ემპათიური ვერ არის. ემპათიას პატარა ბავშვები ავლენ დაახლოებით 2 წლიდან. მანამდე პატარა ბავშვისთვის ის რო ვთქვათ, ვიღაცას რაღაც დაარტყან და დაუშვათ ლეკს აგე რაღაცა მოუქნია და ჩაარტყა, იმას რო ტკივა, ბავშვი ამას ჯერ ვერ იგებს და პირველ რიგში ეს უნდა გააკეთოს მშობელმა. და ოჯახმა და ნახეთ მართალია ჩამოყალიბებული ჩვენ არ გვაქვს ემპათია როცა ვიბადებით, მაგრამ ჩვენს ტვინში არსებობს ნეირონები, რომელიც პასუხისმგებელია ემპათიაზე. ეს არის სარკისებული ნეირონები, რომლებიც აქტიურდება არა მარტო მაშინ, როდესაც მე ვაკეთებ რაღაცას, არამედ მაშინაც, როდესაც მე ვუყურებ მეორე ადამიანი როგორ აკეთებს იგივე რამეს, ან როგორ ასრულებს რაიმე მოძრაობას და ბუნებრივია სარკისებული ნეირონები დაკავშირებულია ემპათიურ ქცევასთან, მაგრამ ეს ნეირონები საჭიროებენ გააქტიურებას. და რომ გააქტიურდნენ, ბავშვს უნდა კონდეს ემპათიური ქცევის მაგალითი. რაც უფრო მეტი ასეთი თვალსაჩინო მაგალითი იქნება ბავშვს, მით უფრო ადვილად გამომუშავდება მას ემპათიურობა. იმიტომ რომ ჩვენ პატარა ბავშვებიდან არ უნდა ველოდოთ, რომ თქვათ აი სიბრალულზე შემბრალებლები და შემწყნარებლები იქნებიან, თუ კი ამისი მაგალითები მათ არ აქვს და პირველი მოდელები ქცევის, ვისაც ბავშვი ბაძავს, ეს არის ბუნებრივია მშობლები, ოჯახის წევრები და ამას აქვს მნიშვნელობა. კიდევ ნახეთ, რას აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ ბავშვებს გავათამაშებინებთ ამა თუ როლურ თამაშს. მაგალითად, თქვათ, მისი ტოლი ბავშვი, რომელსაც ბავშვი წაართვეს სათამაშოდ და ტირის. და რო ვთხოვთ, რა შენი ყავი და შეეცადე დაამშვიდო. ანუ ნახეთ რა არის საინტერესო, როდესაც ჩვენ რაღაცა კონკრეტულ როლში ვართ, ვიღაცის როლს ვასრულებთ, თუნდაც თამაშის დროს. ჩვენ უფრო კარგად ხვდებით, რა შეიძლება ეს ადამიანი განიცდიდეს.
და ამის შემდეგ უკვე ცოტა სხვანაირად ვიქცევით ჩვენც. მაგრამ თუ ჩვენ ბავშვებს არ ვასწავლით ამას, პირველ რიგში ოჯახი, საბავშვო ბაღი, სკოლა. ანუ და არა მარტო სკოლა, შეიძლება მეზობელი იყოს, ნათესავი იყოს, რომელიც იძლევა ემპათიური ქცევის ნიმუშს. განსახმოდელს. თუნდაც ესეთ ექსპერიმენტია პატარა ბავშვები ჩატარებული, უყურებდნენ ბავშვები, როგორ აგროვებდა დასრული ადამიანი სათამაშოებს უსახლკარო ბავშვებისთვის. და დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ ესეთი თემა წამოვიდა, რომ ბავშვებს ჭირდებათ უსახლკარო ბავშვების სათამაშოები არ აქვს და ხო ვერ დავეხმარებოდით. და ორი ჯგუფი იყო ის ბავშვები, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, გაცილებით აქტიურად ჩაერთვენ ამ საქმეში და მოქონდათ სახლიდან სიამოვნებით სათამაშოები, ვიდრე საკონტროლო ჯგუფის ბავშვები, რომლებსაც აი ეს ქცევა უფროსის მიერ განხორციელებული არ ენახა. ასე რომ სწავლებადია ესეც, მაგრამ ნახეთ რა შეასაქმე. ჯერ თვითონ ეს უფროსი უნდა იყოს ემპათიური. მას უნდა კონდეს შებრალების იმისი თანაგანცდა ემპათია ზუსტად კი თანაგანცდის იგივე ემოციების განცდის უნარი რომ ან თავის შულს ასწავლოს. კი ბატონო, ჩვენი საუბრის დასასრულს ქალბატონო რუსუდან ზოგადად მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძიმე თემების ირგვლივ საუბრობს ბიომეტრია და ეს არის მედია პროექტი, რომელიც სოციალურად აქტიური თემების ნაწილსეთ მობამეთწილად. მაინც ვცდილობთ ხოლმე დასასრულს იყოს პოზიტიური გზავნილები საზოგადოებისთვის. შევაჯამოთ, შეიცვალა თუ არა საზოგადოების დამოკიდებულება, თქვენ ირიბად შეეხეთ ამ თემას, მოკლედ ისაუბრეთ, მაგრამ უფრო ვრცლად წლებში, ციფრებში გადავიტანოთ ის მოცემულობა, რომელიც გქონდა, რომელსაც გავდივართ და რომისკენაც გვინდა სვლა, არის თუ არა პროგრესი და შეიმჩნევა თუ არა საზოგადოების ერთგვარი ზრდა. ჩვენ უკვე ვთქვით ამის შესახებ და მეც ვთქვი, რომ წინა წელთან შედარებით ნამდვილად არის ცვლილება, ნამდვილად არის უკეთესობა, თუმცა მე პირადად ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ასე ვართ ადამიანები, ხო? არ იყო რაღაცას მივაღწიე და ახლა გვინდა კიდევ უფრო მეტი. ეხლა ეს მუდმივი ეტაპია განვითარების. რა თქმა უნდა და მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენი საზოგადოება წავა მაგ მიმართულებით. განსაკუთრებით რომ ნაწილთან გაქვთ შენიშვნები. ეს გასაგებია განათლების სისტემას ვეხებით ყოველთვის მუდმივად ვამბობ რომ უხერხულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ უამრავ ტვირთს ვკიდევთ განათლების სისტემას, ყველაზე რეფორმირებად სისტემას, ყველაზე დაჩაგრულსაც შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ უამრავი მოთხოვნა გვაქვს და შეფასების კრიტერიუმზე როცა მიდგება საქმე, განათლების სისტემა ყველაზე დაჩაგრულია და მასში დასაქმებული წარმომადგენლები. მაინც ad არის ყველაზე კაფიო, ხაზგასმული დამნაშავე ჩვენ სოციუმში, რომელ რგოლში იყრის თავს, სადაც უნდა მივიდეს ჩვენი გზავნილი ინფორმაციული. ჩემი გადასახედიდან, აი ახლა რაც განვითარების პროცესებთან არის დაკავშირებული, კი ვამბობთ, საზოგადოება ესეთია, მაგრამ საზოგადოებას ქმნიან ადამიანები. ადამიანები მოდიან ოჯახებიდან. მე თუ ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ უმნიშვნელოვანესი არის ოჯახი. ოჯახი იმიტომ რომ აი ბავშვი რასაც ხედავს, რაც ხდება მის ოჯახში, როგორიც ამის მიმართ დამოკიდებულება, ის გამოაქვს მერე გარეთ. რა არის მთავარი რეკომენდაცია მშობლების ნაწილისთვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში თავად ხდებიან სტიგმის და სტერეოტიპის პროვოცირების ერთგვარი წამხალისებლები? აი, ცოტა მეუხერხულება ახლა რაღაცა რეკომენდაცია მივცევ თქვათ მშობელს ან რაღაც ისეთი ჩემი პოზიციიდან, მაგრამ მე ერთადერთი რასაც ვეტყოდი ეს იყო, რომ უყვარდეთ თავიანთი შვილები. აი, მთავარი დამერწმუნეთ, რომ არის ეს მშობლის სიყვარული ბავშვისთვის. იყვნენ ერთმანეთის გვერდით, მხარი დაუჭირონ ერთმანეთს. ჩაერთონ სხვადასხვა საქმეში და ნახეთ რა მინდა კიდევ თქვა. მშობლებმაც ყურადღება მიაქციონ საკუთარ თავს და საკუთარ ჯანმრთელობას, იმიტომ რომ საზოგადოება ხშირად უყურებს, რომ იმ მშობელმა ყველაფერი უნდა შეეძლოს, მას უნდა შეეძლოს, მაგრამ ავიწყდებათ ხშირად, რომ მშობელი არის ჩვეულებრივი ადამიანი. მასაც ჭირდება დასვენება, მასაც ჭირდება თუნდაც რაღაცა სხვაზე გადართვა, ხო? ამიტომ უმნიშვნელოვანესი არის ის, რომ მშობელმა თვითონ მიხედოს საკუთარ თავსაც. მშობელსაც აქვს უფლება იყოს აუცილებლად აქვს ძლიერი. აქვს და მშობლები ძლიერები არიან, ცხადია, თუნდაც ის, რომ
ზოგჯერ დასევდიანებული არიან, ზოგჯერ შეიძლება ცრემლები წამოვიდეთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შვილი არ უყვართ. პირიქით, ეს სწორედ იმის მაჩვენებელია, რომ მათ თავიანთი შვილი ძალიან უყვართ და ყველაფერი უნდათ რომ მათ გაუკეთონ. მაგრამ თვითონაც უნდა მიხედონ საკუთარ თავს. გეთანხმებით. ძალიან დიდი მადლობა მოგზაინებისთვის. მადლობა საინტერესო და ძალიან გულწრფელი საუბრისთვის. მაყურებელს აქვე შევახსენებ. ქალბატონი რუსუდან კეჭაყმაძე პასუხობდა ბიომეტრიის შეკითხვებს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.